გაუმარჯოს, მოგესალმებით, როგორ ახართ? იმედია, კარგად ხართ, იმედია, ხოძე ხართ. მოკლედ მე და ანზორიკა ვართ გამოსულები ახლა რაღაცა შოპინგობთ, რაღაცა თემა ამბავი. ხოაზე ხარ. ოპა, წავედი, დავიძარით. ოსმო პოკეტს ვენაცვალე. უკვე მე 16 ჯერ ვიყიდე ოსმო პოკეტი, მაგრამ ყველაზე ნაღდი თემა არის, ბრატ, უხარა, იმინა ყველაზე ნაღდი თემა. ბარო ომარიკო, რამდენჯერ მითხარი ომარიკო, რომ აიღე ოსმო პოკეტი, მაგრამ ვინ დაგიჯერა, არ დაგიჯერე არასდროს. არა, რამდენი არ დაგიჯერე, წამიტეხეს ხვირი. რატო დავათრებულვი ამ დიდ კამერებს ასე? მართლა ხვალ გეგონა რომ მე ვტიროდი და თელი ამბები. არ ვტირი ვარ მე ბრატ. გალობ. ჩემი გამოცდილებით, ყველა ცხოველი, რომელიც მე შემხვედრია, ჩემი უფრო ეშინია, ვიდრე მე მეშინია მისი. ანუ, რას გულისხმობ? შემხვედრია დათვი, ირემი, მელა და ტურა. როგორც კი ამ ცხოველებმა დამინახეს, ეგრევე მოხიეს. არის ისეთი მომენტები, რომ შეიძლება უცებ შეაშინო და აი თავს დაგესხას, მაგრამ ესეთი მომენტი თუ მას აქვს მანძილი ადამიანისგან განსხვავებით, იქით კი არ გეწელება რა. თუ აქვს მას შანსი იმისა, რომ გაიქცეს, აუცილებლად გაიქცევა. მერწმუნე ამაში. ეს გახლავთ ჩემი პირველი სანადირო თოფი, რომელსაც სამწუხაროდ გაუფუჭდა სკოპი და რა მოხდა მის შემდეგ განახებთ. მოკლედ, აი ესეთი 303 British, ასე ქვია. დეტალებში არ შევა რა კალიბრას ისვრის, როგორ ისვრის, მოკლედ, ძველი თოფია, აი ესე გამოიყურება, კარაბინს გავს, bolt action-ია, bolt action-ი ქვია აი ამას. უბრალოდ, სკოპი გაუფუჭდა, მეგობრებო, წინა სეზონში სანამ ნადირობას დავიწყებდით, აი ესე გამოიყურება, ძალიან ლამაზი კოხტა, ძალიან მიყვარს ეს იარაღი, მოკლედ, გაუფუჭდა სკოპი, მაგრამ სკოპის გაფუჭება შევამჩნიეთ წინა წელს სანამ ნადირობა დაიწყებოდა, იმიტომ რომ ვასწორებდით ანზორის იარაღს. არ ვიცი ხედავ თუ არა, აგე ბაჭია თუ. აი ბაჭია. მაქვს ამაზე სასროლი. მაგრამ პრობლემა მაქვს. მაგ პრობლემამდეც მივალთ. მოკლედ. სეზონი იწყებოდა, სკოპი გამიფუჭდა, მაგრამ ჯერ ეს არ ვიცოდი. წავედით ანზორისთვის იარაღის საყიდლად, უყიდეთ ანზორის იარაღი, წავედით მერე რომ ეს იარაღი მიზანში სროლაში გვენახა როგორ ისროდა და ვცადეთ ეს ამბავი. ხო და ამასობაში აღმოვაჩინეთ, რომ ჩემს იარაღზე მიზანი უბრალოდ არ სწორდებოდა, გაფუჭებული იყო. მაგრამ პრობლემა რა არის, იცი, განამარტო გაფუჭებული იყო და რაღაც წავდი რატო ახალი არ დააყენი. შეიძლებოდა ახალის დაყენება, მაგრამ დრო არ გქონდა ეგ ერთი, მეორე, რადგან ძველი იარაღია, მიზანი რომელიც მე მინდოდა რომ დამეყენებია, ის არ ყენდებოდა ამ იარაღზე, იმიტომ რომ მიზანი ედებოდა ლულას. ეს არ შეიძლება. მოკლედ, ანზორიკას უყიდეთ. აი ესეთი საკაიფო, პატარა კოხტა, ლამაზი, უფრო პატარა კალიბრი ვიდრე ჩემი ძველი იარაღი იყო, რომელიც ასევე მეგობრებო გახლავთ bolt action-ზე, აი ეს არის bolt action-ი, ჩაკეტილი აქვს. აი ეს არის bolt action-ი. ძალიან ლამაზი კოხტა იარაღი. როგორც ხედავთ, პატარა, კომფორტული. სუბუქი სატარებლად, ანუ სულ ძირითადად ხით არის დაფარული. ასე რომ ძალიან კაი, კომფორტული. ანზორის უყიდეთ იარაღი. ჩემი იარაღი ისევ გაფუჭებული იყო. ხო და რადგან ჩემი ისევ გაფუჭებული იყო და დრო არ მქონდა ჩვენ იმისთვის რომ მიზნები გვეძებნა და მთელი ამბები, მეთქი სეზონს ხო არ გავაფუჭებ. ამიტომ ვიყიდეთ ახალი იარაღი ჩემთვის. მოკლედ, ბევრი ძიების შემდეგ მივედით მაღაზიაში და მეთქი რა გაქვთ. რამე ისეთი მინდოდა, რომელიც დროსაც გაუძლებდა
და არ მინდოდა უბრალოდ ფული გადამეყარა. იყო ვარიანტები, რომ იაფიანი მეყიდა, დროებითი მეყიდა, მერე გამეყიდა, მაგრამ არა, თუ ყიდვა იყოს. შევიძინეთ აი ესეთი. აი ესეთი მაგარი სანადირო იარაღი. ნუ როგორც აღნიშნე, ბრენდებზე და კალიბრებზე აღარ ვილაპარაკებ. უფრო დაბალი კალიბრა, იგივე კალიბრა, რაც ანზორის იარაღი. ეს ის bolt action-ზეა, მეგობრებო, აი ესე. ძალიან კარგი ხმა აქვს bolt action-ს, ნუყურეთ. გეგონება სარკეზე უსვავ რაღაცასო. ძალიან კარგი, კომფორტული. ამ იარაღის მთლიანად დაშლა შეგიძლია, თავიდან ბოლომდე შეგიძლია ააწყო ისე როგორც შენ გინდა. გახლავთ ძირითადად პლასმასი. ამიტომ გეუბნები, დაშლა აწყობა შეგიძლია. აი ესეთი ლამაზი და კოხტა რა. იგივე კალიბრას ისვრის, რასაც ანზორის იარაღი, მაგრამ ანზორის იარაღი და ეს იარაღი დაბალი კალიბრა ვიდრე ჩემი ორიგინალი. აბა, მაგრამ ნახე ახლა რა ქნა ანზორიკამ რა. ანზორიკამ გატესტა ეს ამბავი. წაიღო თავისი იარაღი და ესროლა მელიას. მელია შუაზე გაიშალა, ანუ არაფრად აღარ ვარგოდა ის მელია. რატო ესროლა არ ვიცი, მაგრამ ესროლა რა კაცმა, რა გინდა ესროლა. ხო და თან ამ იარაღებს მხოლოდ ნადირობის დროს თუ გამოიყენებ. ჯერ ერთი როგორც აღნიშნე, მაღალი კალიბრია და მეორე ის ამბავია, რომ პატარა ცხოველზე სახევ რა, აღარაფრად აღარ ვარგა მე ეგ. ამიტომ თუ ვინმეს გახსოვთ ჩემი ძველი ვიდეოები, წავედი და ვიყიდე კისტის თოფი. აი კისტის თოფი, რომელიც ვიყიდეთ. რომელიც მეგონა რომ კაი იყო და რეალურად კაიც არის. მოხსენით სკოპი ამაზე, იმიტომ რომ ვერაფრით ვერ გავასწორი, ყველა გასროლის შემდეგ სკოპი ვაფშე სხვადასხვა მიზნებს გვაძლევდა. დავი ნორმალურია გაერთობი, მაგრამ მიზანში არ მიაქვს რა. სიმართლე რო გითხრა. თან მინდა, აი ესე გამოიყურება, ვინცაც არ გაქვს ნახი, ეს არის კისტის თოფი. თან მინდა რომ დავიწყო პატარა ნადირზე ნადირობა, მეგობრებო და კისტის თოფი, როგორც აღნიშნე, კარგი კია, მაგრამ არასდროს არ მიაქვს ზუსტად იქ, სადაც უნდა წაიღოს. თან როდესაც სიყვზე და კურდღელზე ნადირობ, აი ესეთი პატარა თავი აქვს ხოლმე, ხვდები? ხო და ამაში გაარტყა ისეთი იარაღი, რომელსაც არასდროს მიზანში არ მიაქვს, ცოტა რთულია ჩემთვის რა. მაგრამ მე ისეთი ადამიანებიც ვიცი, რომლებიც გაქცეულს კი არა, დაკარულს არტყავენ ხოლმე, ამიტომ ბაზარი არა, შენ შეიძლება არტყო, მე ვერ ვარტყო. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩვენ გვჭირდებოდა რაღაც, რაც იქნებოდა კისტის თოფსა და რეალურ სანადირო თოფს შორის, რაც არის 22-იანი, პატარა ტყუებზეა, მოკლედ. წავედით და ეგ შევიძინეთ. როგორ გამოიყურება? მაინც აგანახებ. დევს ასეთ ყუთში. და გამოიყურება აი ასე. ეს გახლავთ 22-იანი, მეგობრებო. აბა იმაში ჩადის 25 ტყვია, აი ესე. აი ესე დავაყენეთ პატარა რედათივით, ანუ პატარა სკოპი, იმიტომ რომ ამაზე ფიზიკურად დიდ სკოპს ვერ დააყენებდი. არის bolt action-ია? ხო, ნუ პირველი უნდა გადატენო, saves რომ მოხსნი. პირველი უნდა გადატენო და შემდეგ ყველა გასროლას ჩვეულებრივად აკეთებ. გამოიყურება აი ასე. რავი, რა სიტყვით? ძალიან პატარა, კომფორტული. ამით შეგიძლია წახვიდე და ინადირო კურდღელზე, ციყვზე, მელიაზე და ტურაზეც ასევე. ხო, მაგრამ ერთი პრობლემა აქვს. ეს სკოპი გასწორებულია 50 და 100 მეტრზე. ჩვენ ამ მანძილზე ვერავინ შანსი არაა, რომ ამით 50 და 100 მეტრზე ვესროლო. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ამ მიზნის გასწორება, რომელიც ძალიან მარტივი ამბავია. წავალთ ახლა ტირში და გავასწორებთ ამ მიზანს 25 მეტრზე. საკმარისზე მეტია, სიმართლე გითხრათ, იმისთვის, რომ რამეს ესროლო და ეგრეთ ჩემს უკან ირემია, წამოწაგიყვანო ირემთან. იმედია ხედავთ ირმებს. აი ძალიან თხილად უნდა იარ, როგორც ვიჩემ ხმას გაიგებს, ეგრევე გაიქცევა. ეს არის ჩემი ეზო, ფაქტიურად. აკე, დამინახა. მაგრამ იმდენად შეჭროლები არიან ესენი უკვე ადამიანს, რომ აღარ გარბიან ხოლმე. აი როგორც კი თავს აწევს უნდა გაჩერდე.
აი ესეთ პატარა მოძრაობაზეც გარკვევით. აი იქითაც იყვნენ. აი იქით რამდენი არიან. აი ახლა მეგობრებო ხმას გამოსცემენ მეჩხუბებიან რატო დაგვადექი თავზეო, მაგრამ ნუ რას იზავთ, ეგ არის რაც არის. ახლა დავადექი თავზე, რომ თქვენთვის მენახებია. რა ხდება ხოლმე ირემს როასე წაადგები. ახლა დგანან და რაღაცა ასეთ ხმას გამოსცემენ. ხო მაგარი ეფექტი გავაკეთე. იმინა ეფექტოლოგი ვარ ძმაურა. ხო და მოკლედ დაუბრუნდეთ ამ იარაღს რა. წასაღები გვაქვს ეს იარაღი. გასასწორებელი გვაქვს მიზანი, მოკლედ და მერე სეზონი რო დაიწყება, შეგვიძლია უკვე კურდღელზე და ციყვზე ვინადიროთ და ასევე ტურებზე შეგვიძლია. ტურებზე მე მგონი სეზონი არ გჭირდება. შენ მოგალათიდი ახლა, წავიდეთ და გავასწოროთ იარაღი. იმედია გავასწოროთ. იმედი მაქვს. ხო, შენ ხო გჯერა ჩემი? მე მჯერა შენი. შენ გჯერა ჩემი? კაცინო, წეხან რომ გამოვედი, მერე მივრუნდი უკან რა, რაღაცეები დამჩა. გამოვედი მერე. და ახლა კიდე გამახსენდა რომ კიდე რაღაცეები დამჩა. ანუ რა დამჩა? ტურბინი. ახლა ყოველი გასროლის მერე უნდა ჩავირბინო ქვევით, დავხედო მიზანს, ჩამოვირბინო, ვესროლო, ჩავირბინო, კაროჩ. ნუ რაც არის ეგ არის რა, რაღაცას ვიზავთ. პირველი წესი, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას, არის ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ შევდივართ ტირზე, სანამ ყველა არ დავეთანხმებით, რომ თოფები სუფთაა რა. ანუ ველოდებით და როცა ყველა გაწმინდა თოფს და დავწუნდებით, რომ ყველა სუფთაა, ყველა იარაღი სუფთაა, მაშინ შევალთ აი ამ ტირზე. სამწუხაროდ 25 მეტრიანი არ იყო თავისუფალი, ასე რომ მოგვიწევს აი 50 მეტრიანზე გასწორება ჩვენი სკოპის. ნუ რაც არის ეგ არის ხა ამ ეტაპზე რა გაიწყობა. ხოაზე ხართ. წავიდეთ მივარტყათ ჩვენი სამიზნე. This is 50, right? This is 100? Yes. 50 over there. Oh, that's a 50. Yeah. Okay. ასიანი ყოფილა ეს. ერთ-ერთი პრობლემა რაც არის, აი public ტირზე, ანუ ეს არის ყველასთვის უფასია რა. ნუ ხანდახან სადაც გინდა იქ ვერ ჯდები რა. მაგრამ არა უშავს, გავასწოროთ 100-იანზე, რა სიზახ. ეგ არის რაც არის. და როგორც აღვნიშნე, არავითარ შემთხვევაში იარაღს ხელს არ ვკიდებთ, სანამ აი ეს კაცი, რომელიც შესულია ხარ რეინჯზე არ გამოვა, არავითარ შემთხვევაში არ ვეკარებით არანაირ იარაღს. ნახოთ ახლა რა დავსვით. ნუ უნდა მივიდე რომ ნახო, სხვანაირად ვერ ნახავთ. ყველა გასროლილი მქონდა მიზანში. ნუ ეს არ არის ანუ ეს არ არის გამადიდებელი სკოპი, მეგობრებო, რედათია. ასე რომ 100-ზე ცოტა რთულია ამის სწორად გაგება, მაგრამ დაახლოებით წარმოდგენა უნდა გქონდეს სად მიდის. ერთ-ერთი მაინც თუ იყო მოხვედრილი, მე უკვე ავაწყობთ მთლიანად რა. ნუ ახლა ეს არის.
ნახოთ აბა, ნახოთ. რამდენად კარგად ვისვით. ანუ ვისვით რა მიზანი იყო ცოტა გასასწორებელი და ხო, როგორც ხედავთ, არც ერთი არ გაგვირტყია. ანუ სავარაუდოდ დაბალზე მიაქ რა. ცოტა ამოსაწევია მიზანი. ბაზარი არა. არ ვიცი, შორტი უზნაით მიდის თუ არა ხა მიზანში. ნუ როგორც აღნიშნე, ეს არის რაც არის რა. მეც ვერაფერს ვერ ვიზახ ხა აქ, იმიტომ რომ დურბინტის წამოღება დამოუწყდა, უდურბინტო ხა ხადი ჩამოგიწოდა ის არის რა. მოკლედ, კარგად ისვრის, როგორც ნახეთ. ჯერჯერობით მაინც არ ვაპირებ არსა წასვლას, შემოდგომამდე სეზონი არ იწყება, მანამდე გავასწორებ მიზანს. წავედით ახლა აქიდან რა, მე კვარას თამაში იწყება და PSG Arsenal-ის ყურება მინდა და მოკლედ ეს არის. 22-იანი რუგერი 10-22 ლონგი. რა, შვენიერია. ნუ, პლუს ის არის ახლა რომ ნუ ტარგეტში მოვარტყით. ყველა სხვადასხვა მოვარტყით, მაგრამ მოვარტყით ტარგეტში. ანუ მე დაბრუნდები და დურბინტით ამოვალ, შეიძლება საღამოს ამოვიდე და უფრო კარგად გავასწორებთ. მაგრამ ახლა ეს არის რაც არის. მოდი გასწავლით ახლა 1-2 წეს და კანონს, რომელიც დაუწერელი კი არ არის, დაწერილია. მიუხედავად იმისა, რომ ყველასთვის არის ეს ტირი დაშვებული, პირველი 6 ტყვის მეტი არ უნდა გედოს მაღაზინში, ანუ აბოიმაში, ეგ ერთი. და რატო ვამახვილებ ამაზე ყურადღებას? ჩვენს გვერდზე ისვრიან ავტომატურს, რომელიც არ არის ნებადართული. ხო და ახლა შემიძლია წავედი, ჩავაბოზო. დაიჭერენ და დააჭრიან კუტუებს და ხნათ? არ ვარ მე მაგისთანა პროსტა თუ და კი აგირსი. არ შეიძლება. სამწეს უქმნი ყველას. ხო, თავის გამართლებად ნუ ჩამომართმეთ, მეგობრებო, უბრალოდ სკოპის გარეშე ძალიან რთულია გაასწორო რედათიდან 100 მეტრზე. როგორც აღნიშნე, 100 მეტრზე მაინც არ მინდა ამ კონკრეტული იარაღის გასწორება, იმიტომ რომ სროლელი არ ვარ 100 მეტრზე. თქვენ გვინდა 50 მეტრი იქნება კარგი, რომელიც არის მეორე მხარეს, რომელიც სამწუხაროდ დაკავებული იყო, მაგრამ არაუშავს. სულ ასე ხო არ იქნება, მე როგორც აღნიშნე, ამოვალთ და გავასწორებთ ანზურიკასთან ერთად. წავედით ახლა სახლში. მოკლედ მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო, იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, იმედია შეაფასებთ დადებითად, როგორც ომარიკო იტყოდა. და რავი, რაც უფრო მეტი ლაიქი ექნება ამ ვიდეოს, მით უფრო მეტი მოტივაცია მექნება და დღეს კვარა თამაშობს. PSG Arsenal. იმედი მაქვს თუ Arsenal PSG, როგორც არის. იმედი მაქვს კარგი თამაში იქნება და ვისიამოვნებთ თამაშითაც და რავი, სანახაობრივად და იმედი მაქვს რომ კვარას ვნახავთ ფინალში. ხო, როგორც აღნიშნე, დაალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და რავი, დაბაჰე და აბაჰო. მაგრად